პირველ რიგში მოდით დავიწყოთ ლონდონის სამიტით, იმიტომ რომ ის ფონი, რაც ამ სამიტს წინ უძღოდა, წინადღით მომხდარი, ეს უდიდესი სკანდალი, რომელმაც მართლა გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ მთელი მსოფლიო ჩააგდო შოკში, იმიტომ რომ მსგავსი არავის არაფერი უნახავს ოვალურ კაბინეტში. მოდით დავიწყოთ მაინც სამიტის შედეგებით, ის 4 პუნქტიანი გეგმა, რაც დაიდო სამიტის დასრულების შემდეგ. რას აძლევს უკრაინას, რას აძლევს მსოფლიოს დღის წესრიგს და როგორი იქნება აქ ევროპის ჩართულობა, მათ შორის შეერთებულ შტატებთან ერთად. მოდით დავიწყოთ მაინც 3 მარტით დღეს. კი ბატონო. მინდა რომ მოგილოცოთ თქვენს და ჩემი სახელითაც, ჯგუფი ფარის სახელითაც მინდა მიულოცო საქართველოს ყველა ულამაზეს და ჩვენთვის უსაყვარლეს ქალბატონს ეს ლამაზი დღე, დედის დღე და უსურვო წარმატებები. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ და განსაკუთრებული სოლიდარობა გამოუცხადო ქალბატონ მზია მაღლობელს და მას ასევე განსაკუთრებულად მიულოცო ეს დღე, რაც დღეს საქართველოში ხდება. ვიმედოვნებ, რომ აღარასდროს გამეორდება და ჩვენ დავასრულებთ ამ უღირსობას, რომელიც დღეს ჩვენმა ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ მოგვიწყო. რაც შეეხება სამიტს, მე არ ვიქნები ორიგინალური, ბევრჯერ მithქვამს და კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ ტრამპის ქმედებები, რომელიც მან განახორციელა მისი მეორე კადენციის პერიოდში და ბოლო 1 თვის განმავლობაში, ძალიან ხელს უწყობს ევროპის გამოღვიძებას. მან ხელი შეუწყო მის კონსოლიდაციას, ხელი შეუწყო ახალი ფიქრებისა და აზრების ჩამოყალიბებას, რომელიც განსაზღვრავს არა მარტო ევროპის უსაფრთხოების, არამედ მთელი ალბათ სამყაროს უსაფრთხოების ბედს, მომავალს უახლოესი დეკადების განმავლობაში, თუ არა საუკუნის განმავლობაში. ჩვენ ვნახეთ, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამდგარი წესრიგი, ასე ვთქვათ, ჩამოიშალა და დასავლურმა სამყარომ ვერ უზრუნველყო ამ წესრიგის მდგრადად შენარჩუნება და განვითარება. შესაბამისად, ლონდონის სამიტი იყო ზუსტად ამის, ასე ვთქვათ, გამოხმაურება. ის 4 პუნქტი, რომელიც ჩამოაყალიბეს, ემსახურება გრძელვადიანი წესრიგის დამყარებას. თუმცა ერთს დაუძენდა, ალბათ დამეთანხმებით, რომ ასე ვთქვათ, კონკრეტული გეგმა და წამალი ამის ამ ავადმყოფობის სამკურნალოდ არავის არ გააჩნია ამ მომენტში. ტრამპს აქვს გეგმა, რომელიც გათვლილი არის სავარაუდოდ, ჩვენი აზრით, გათვლილი არის მოკლევადიან პერსპექტივაზე, რომელიც უზრუნველყოფს პირველ რიგში ცეცხლის შეწყვეტას და იმ სისხლის ზღვრის შეჩერებას, რომელიც დღეს მიმდინარეობს ამ კონვენციური ომის ფარგლებში. და უკვე ამის შემდგომ იქნება ლაპარაკი უკვე მყარ გარანტიებს. ეს დაინახა ასევე ევროპამ, რა თქმა უნდა, და ის შეხვედრა, რომელიც გუშინ ჩატარდა, ეს ფაქტიურად ეს არ ყოფილა ევროპული სამიტი, ხო? ეს იყო მსოფლიო სამიტი, შეგვიძლია ვთქვათ, რა, ეს იყო ცივილური სამყაროს შეხვედრა, აქ ესწრებოდა არა მარტო ევროპის წამყვანი ქვეყნები, არამედ იყო კანადის პრემიერიც, ვნახეთ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც არიან წარმოდგენილები, ხო? და შესაბამისად რიტორიკა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ გუშინ, შეიძლება ითქვას, რომ არ ახალი არის ჩვენთვის, თუმცა აქვე ძალიან კონკრეტულად ჩანდა, რომ რიტორიკის გარდა აუცილებლად ქვეყნები უნდა გადავიდნენ ქმედებებზე, რომელიც უზრუნველყოფს ამ მშვიდობის პირველ რიგში დამყარებას და შემდგომ უკვე ხო, აი ეს ქმედებები ახლა რა უნდა
უნდა იყოს ყველაზე ჩვენ მოვისმინეთ ასევე რომ ერთგვარი დროებითი ზავის ინიციატივაც გაჟღერდა ხო ეს იქნება ერთთვიანი ზავი ეს არ შეეხება უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ხაზს საჰაერო საზღვაო შეტევებზე ერთგვარი მორატორიუმის გამოცხადება და ევროპელები ამბობენ რომ ეს იქნება კარგი გზა იმის დასატესტადაც რამდენად მზად არის თავად რუსეთი ხო მშვიდობისთვის ფიქრობთ რომ ეს არის რაღაც ვთქვათ ესეთი აი სატესტო რეჟიმში მსგავსი ცდა ღირს ფიქრობთ ეცეთ რა ჩვენი აზრით რა თქმა უნდა ღირს არსებობს ორი გზა კონფლიქტის მოგვარების კონფლიქტს ვეძახით თუმცა ეს არის სრულფასოვანი ომი არის აბსოლუტურად ეს ორი გზა არის შემდეგი ერთი მხარე ნადგურდება, მოდი ესე ვთქვათ და ხელს აწერს უკვე სრულფასოვან კაპიტულაციას. ან მეორე გზა, რომელიც გადის დიპლომატიაზე. დიპლომატიას აუცილებლად წინ უნდა უძღოდეს რამენაირად ცეცხლის შეწყვეტა. ეს იქნება მოკლევადიანი, გრძელვადიანი, ამას გვიჩვენებს უკვე მოვლენების განვითარება, შემდგომში განვითარება, მაგრამ აუცილებელი არის ცეცხლის შეწყვეტის ეტაპის რაღაცა განსაზღვრა. რომელიმე მხარის განადგურება დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე წარმოუდგენელი არის. რუსეთს ვერ გავანადგურებთ კონვერციული შესაძლებლობებით და შესაბამისად უკრაინის განადგურებაც წარმოუდგენლად მიმაჩნია. ამიტომ ეს ორი მხარე ერთმანეთთან არ დაჯდება რაიმე კაპიტულანტური ხელშეკრულების ხელმოსაწერად. აქ უნდა იყოს გათვალისწინებული ერთი მხარის პოზიციებს და რაოდენ ეს ჩვენთვის ასე ვთქვათ საუბედუროც არ უნდა იყოს რუსეთის რაღაც ასე ვთქვათ სურვილების გათვალისწინებული. ამიტომ ვფიქრობ, რომ ტრამპის მე არ მაქვს ლაპარაკი კაბინეტში რაც მოხდა, ეგ მართლა წარმოუდგენელი იყო, ეს ისტორიას არ ახსოვს ალბათ ესეთი, ყოველ შემთხვევაში მე ნამდვილად არ ვიცნობ. მაგრამ ტრამპის გეგმა არის ძალიან ესეთი პრაგმატული. მე ვიტყოდი, რომ ის ასევე მძევალი არის მისივე წინასაარჩევნო პროგრამისა და იმ გამონათქვამებისა, რომელიც მან გააჟღერა წინასაარჩევნოდ და მას აუცილებლად უნდა რომ რამენაირად როგორნაირი ფორმით მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა. ლაპარაკი არ არის ომის დასრულებას. ომს რო ეხა ამ წუთას ვერავინ ვერ დაასრულებს. კი ბატონო, ეს უკვე გასაგებია, ხო, უნდა მას ომის შეწყვეტა. ნებისმიერ ფასად, ბატონო კახა, შეგვიძლია ესე ვთქვათ, არა, არ შეგვიძლია ეგრე ვთქვათ, ნებისმიერ ფასად ომის შეწყვეტა არ მოხდება. არ მოხდება. კი ბატონო, ამას გვაჩვენებს რეალობა, ამას გვაჩვენებს ზელენსკიც, ხო, მათ შორის. კი ბატონო, ფასზე როცა არის ლაპარაკი, აქ უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად პირველი ერთი მხარე, რომელიც არის ამაში ასე ვთქვათ წამყვანი მხარე, ეს არის უკრაინული მხარე რა. გამორიცხულია, რომ უკრაინულმა ხალხმა დაკარგოს სახელმწიფოებრიობა, ტერიტორიებზე არ მაქვს ლაპარაკი, ტერიტორიები დროებით შეიძლება დაკარგული იქნას, მაგრამ ამის სამომავლოდ პერსპექტივა უნდა იყოს მისი დაბრუნების, ხო? მაგრამ სახელმწიფოებრიობის დაკარგვა ეს არის წარმოუდგენელი მათთვის, არც გააკეთებენ, ვერც გააკეთებენ, მით უმეტეს რომ ამ 3 წლის განმავლობაში უკრაინელებმა გვიჩვენეს არნახული გმირობა და შესაძლებლობები, რომელმაც უზრუნველყო მათი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება. ამიტომ ნებისმიერ ფასად ამის მიღწევა შეუძლებელია. აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია ასევე ევროპის ფაქტორიც, ხო? ევროპა ხომ ყველაზე კარგად ხდება, რომ უკრაინის მერე ის იქნება დარტყმის შემდეგი, ასე ვთქვათ, მიზანი. კი, მიზანი და შესაბამისად რიტორიკა და ის გამოსვლები, რომელიც ამ ლიდერებმა გუშინ გვამცნეს, ასე ვთქვათ და შემდეგ ეს
პუნქტიანი გეგმაც ზუსტად ამას ემსახურება, რომ მიღწეული იქნას არა მარტო ცეცხლის შეწყვეტა, არამედ ამ ცეცხლის შეწყვეტის შემდგომ ქმედითი ნაბიჯები იქნას გადადგმული, რომ შეინარჩუნონ უკვე მშვიდობა. და ეს შენარჩუნება უნდა ემყარებოდეს გრძელვადიან პერიოდს. აქ უკვე ერთვება სხვა დანარჩენი ინსტრუმენტები. მათ შორის ფინანსური დახმარება, სამხედრო-ტექნიკური კომპლექსის განვითარება, ასევე შეიარაღებით დახმარება, ადგილზე ამ კომპლექსის ახალი მშენებლობა, მოწყობა ინფრასტრუქტურის და ასე შემდეგ. ანუ როგორც იქნა, მე ესე ვიტყოდი, ევროპა მიხვდა, რომ შეიარაღების კარგი შეიარაღებული ძალები, ძლიერი შეიარაღებული ძალების გარეშე უსაფრთხოების მიღწევა მხოლოდ და მხოლოდ ვაჭრობაზე და ეკონომიკაზე დამყარებით არის შეუძლებელი, როცა ყავს ისეთი მეზობელი, როგორიც არის რუსეთი. ხო, კი ბატონო, მაგრამ ჩვენ ვიცით ახლა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების როლი იყო უდიდესი ამ დრომდე უკრაინის დასახმარებლად და უნდა იყოს. ამის შემდეგაც ასე უნდა გაგრძელდეს და მათ შორის ევროპელი ლიდერებიც ამას ამბობენ. აი ამ მოვალურ კაბინეტში მომხდარი აი ამ ინციდენტის და დაპირისპირების შემდეგ ჩვენ გვესმის ხომ აქტიურად ერთის მხრივ მსოფლიო ლიდერების გამოხმაურება, რომ არ უნდა შეიცვალოს ზოგადად აი მთავარი კონცეფცია, მთავარი ფილოსოფია და მთავარი მიდგომა, რომ მსხვერპლმა და მოძალადემ არ უნდა გაცვალონ ადგილები, რომ უკრაინა არის ამ ომში მსხვერპლი და რომ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. ხომ ასეა და გვესმის ასევე თავად რუსეთის ასე ვთქვათ, პირველი პირების გამოხმაურებები, მაგალითად დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ დასავლეთში არსებობს ომის პარტია, რომელსაც უკრაინაში კონფლიქტის გაგრძელებას სურს. ეს ომის პარტია ალბათ გეცნობათ ქართულ რიტორიკაშიც ძალიან ხშირად ვინ იყენებს ხოლმე, მაგრამ აი ამ ვითარებაში ბატონო კახა, როგორ ფიქრობთ, როგორ აისახა თუნდაც აი ეს ტრამპის ზელენსკის შეხვედრა, მთელი თავისი შედეგებით, ან შესაძლო შედეგებით, როგორ ისახა უკვე უკრაინაში ფრონტის ხაზზე იმ ჯარისკაცებზე, რომლებიც 3 წელია იცავენ რუსეთის შემოტევისგან საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას და როგორ უნდა გაგრძელდეს აი ამის შემდეგ უშუალოდ ურთიერთობა ტრამპსა და ზელენსკის შორის. მართლაც მეცინება იმ რიტორიკაზე, რომელსაც უსმენთ ჩვენ რუსეთის მოლაპარაკებელ თავებისგან და ნუ შემდეგ პარალელებს ვავლებთ საქართველოში არსებულ რიტორიკასთან, ნუ ეს წარმოუდგენელი რაღაც ხდება ჩვენს თავს, რომელსაც ნამდვილად ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდით რა, რომ აი ესეთ დონეზე დაეშვებოდა პარტია, რომელსაც მიტაცებული აქვს დღეს ხელისუფლება. რაც შეეხება იმ ჯარისკაცებს, რომლებიც უკრაინის დასაცავად ყველაფერს აკეთებენ და პირველ რიგში მათ თავიანთი სიცოცხლეს სწირავენ იმისთვის, რომ თავიანთი სახელმწიფო, თავიანთი ოჯახები იყვნენ მშვიდად დაცულები და სამომავლოდ უკრაინა ჩამოყალიბდეს იმ სახელმწიფოდ, რომლისთვისაც ისინი იბრძვიან. ვიტყვი ერთს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მძიმე იყო საყურებლად ეს ყველაფერი, უკრაინაში რაც ეხლა აი რასაც უყურებთ, რა გამოხმაურებაც მოყვა, ხო, იგივე თქვა რაც არის ვებში, რაც არის გამოსული, ხო? აბსოლუტურად საპირისპიროს ვერ ვიტყვი. მიიღო უკრაინამ უფრო მეტი ალბათ შემართება იმის მერე, რაც ნახა მისი პრეზიდენტის, ასე ვთქვათ, თავდაუხრელი მდგომარეობა თუნდაც ოვალურ კაბინეტში. ეს ალბათ და არა მარტო უკრაინაში, რა ჩვენ ვხედავთ სოფლიოში უკვე რა ხდება და თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში რა ხდება. თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არ ვიტყვი, რომ რაღაცა შოუს ნაწილია, ეს შოუს ნაწილი არ არის, ეს არის ძალიან რთული ვითარების შემადგენელი ნაწილი და ის, რაც ოვალურ კაბინეტში მოხდა, ალბათ არის იმის დამსახურება, რომ ვითარება არის ძალიან დაძაბული. ნერვებმა უმტყუნა
ორივე მხარეს. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზგასასმელია ის უპრეცედენტოდ ასე ვთქვათ მყიფე ვითარება, რომელიც შეიძლება ამ რუსეთ-უკრაინის ომს შემდგომში მოყვეს, როგორც განვითარება. ხო, თუმცა მნიშვნელოვანი იქნება ასევე ზელენსკისა და ტრამპს შორის ურთიერთობის რაღაც ფორმით აღდგენა, ეს იქნება მინერალების შეთანხმებაზე ხელმოწერა, თუ რაიმე აუცილებელი იქნება და ეს შესაძლებელია, არის რესურსი. აუცილებლად დაუბრუნდებიან. ეს ხომ არ არის რაღაც საბავშვო ბაღში ორი ბავშვი რო იჭუბებს და მერე ვეღარ შეარიგებ, ხო? ეს ორი უდიდესი ქვეყნის ლიდერებს რაღაცა მოვიდათ ერთმანეთში, თუმცა აქ სასწორის სპინზე დევს არა მარტო ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს უსაფრთხოება. შესაბამისად, ის რიტორიკა, რომელიც გუშინ ევროპის ლიდერებისგან წამოვიდა, ზუსტად ამას ემსახურებოდა. თქვენ თუ გაიხსენებთ, სტარმერმა ზუსტად თქვა, რომ მე განვიხილე რაღაც საკითხი ზელენსკისთან, მე განვიხილე იგივე ტრამპთან, ესაუბრა მას არაერთხელ მაკრონთან. შესაბამისად, ეს ხიდები დამწვარი არ არის. და ამიტომ ვიმედოვნებ არა, ეს აუცილებლად ესე მოხდება.